მოგესალმებათ ინოვაციური ონლაინ პროექტი. მე ვარ თამარ ღუღონიშვილი და ეს არის ჩვენი ალგებრული ნაწილის პირველი ვიდეო ლექცია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ნატურალურ რიცხვებზე, მთელ რიცხვებზე, ასევე შევეხებით თვლის ათობით სისტემას და ბოლოს განვიხილავთ გაყოფადობის ნიშნებს. დავიწყოთ ნატურალური რიცხვებით. ნატურალურ რიცხვებს ჩვენ ჩვეულებრივ თვლის დროს ვიყენებთ. მაგალითად, ნატურალური რიცხვებია 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ უსასრულოდ. მისი ჩაწერა შეგვიძლია მიმდევრობის სახით. 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ უსასრულოდ. ნატურალურ რიცხვებს აღნიშნავთ n-ით. ხოლო რაც შეეხება უდიდეს ნატურალურ რიცხვს, მას ვერ დავასახელებთ. უმცირესი ნატურალური რიცხვი კი გახლავთ 1. მთელი რიცხვები შედგება ყველა ნატურალური რიცხვისგან, მისი მოპირდაპირე რიცხვებისგან და ნულისგან. მოდით ესეც ჩავწეროთ მიმდევრობის სახით. მაგალითად, მინუს უსასრულობა, -3, -2, -1, 0, 1, 2, 3 და ასე შემდეგ ესეც უსასრულოდ. ვერ დავასახელებთ ვერც უდიდეს მთელ რიცხვს და ვერ დავასახელებთ ვერც უმცირეს მთელ რიცხვს. მთელ რიცხვებს ჩვენ აღნიშნავთ z-ით. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ შეკრებაზე. ორი ან რამდენიმე რიცხვის შეკრების შედეგს ჩვენ ვუწოდებთ ჯამს, ხოლო თვითონ ამ რიცხვებს ვუწოდებთ შესაკრებებს. მაგალითად დავწეროთ a-ს დამატებული b, დამატებული c, დავუმატოთ და ასე შემდეგ დავუმატოთ რაღაც k, ეს უდრის q-ს. ჩვენ შემთხვევაში a, b, c და ასე შემდეგ k, ეს არის შესაკრებები, ხოლო q არის ჯამი. ნებისმიერად აღებული სამი მთელი რიცხვისათვის სრულდება ტოლობები, რომ a-ს დამატებული b იგივეა რაც b-ს დამატებული a. აღნიშნულ თვისებას ჩვენ ვუწოდებთ გადანაცვლებადობის თვისებას. არ აქვს მნიშვნელობა 2 დავუმატებთ 5-ს თუ 5-ს დავუმატებთ 2-ს, ორივე შემთხვევაში აუცილებლად ჯამი იქნება 7-ის ტოლი. შემდეგი თვისება ეს არის ჯგუფდებადობის თვისება. a-ს დამატებული b დამატებული c, ეს იგივეა რაც a-ს დამატებული b პლუს c. დავწეროთ ამის დამადასტურებელი მაგალითიც, რომ პრაქტიკაში ძალიან აქტუალურია მისი გამოყენება. მაგალითად დავწეროთ 2 დამატებული 15 დამატებული 5. ეს იქნება 2 დამატებული 15 პლუს 5, რაც უდრის 22-ს. რაც შეეხება სხვაობას, მისი წარმოდგენა შეგვიძლია შემდეგი სახით. a-ს გამოკლებული b, სადაც a არის საკლები, ხოლო b არის მაკლები. მიღებული შედეგი კი აუცილებლად იქნება სხვაობა. აქვე დავამატებ, რომ მთელი რიცხვების სხვაობა ყოველთვის არის მთელი რიცხვი, ხოლო რაც შეეხება ნატურალური რიცხვების სხვაობას, ის შეიძლება არ იყოს ნატურალური რიცხვი. მაგალითისთვის მოვიყვანოთ 18-ს გამოკლებული 15 არის, რა თქმა უნდა, მთელი რიცხვი, ხოლო რაც შეეხება 15-ს გამოკლებული 18 უკვე აღარ არის ნატურალური რიცხვი. ორი ან რამდენიმე რიცხვის გადამრავლების შედეგს ჩვენ ვუწოდებთ ნამრავლს, ხოლო თვითონ ამ რიცხვებს ეწოდებათ მამრავლები ან თანამამრავლები. ნებისმიერად აღებული 3a, b, c მთელი რიცხვისთვის აქაც სრულდება შემდეგი თვისებები. a გამრავლებული b-ზე იგივეა რაც b გამრავლებული a-ზე, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადანაცვლებადობის თვისებას. შემდეგი თვისება ეს არის ჯგუფდებადობის თვისება, რომ a გამრავლებული b-ზე, გამრავლებული c-ზე, ეს იგივეა რაც a გამრავლებული b გამრავლებული c-ზე. ხოლო რაც შეეხება მესამე თვისებას, ეს გახლავთ განრიგებადობის თვისება. a-ს დამატებული b გამრავლებული c-ზე გვექნება c გადამრავლდება თითოეულზე a-ზეც და b-ზეც. a c-ს დამატებული b-c. შეგვიძლია აღნიშნული თვისება გამოვიყენოთ გამოკლებაშიც, ანუ a-ს გამოვაკლოთ b, გამამრავლოთ c-ზე გვექნება ac-ს მინუს b-c. გადავიდეთ გაყოფაზე. გაყოფის წარმოდგენა ჩვენ შეგვიძლია ორი სახით. a გავყოთ b-ზე, ან a შეფარდებული b-სთან. სადაც a არის გასაყოფი, b არის გამყოფი, ხოლო შედეგი აუცილებლად იქნება
განაყოფი. მოდით მოვიყვანოთ შესაბამისი მაგალითები. მაგალითად 15 გავყოთ 3-ზე, იქნება 5. რაც შეეხება მთელი რიცხვების განაყოფს, შეიძლება ის არ იყოს ყოველთვის მთელი რიცხვი. მაგალითად, მოვიყვანოთ 1 გავყოთ 5-ზე. ის, რა თქმა უნდა, არ იქნება მთელი რიცხვი, ასევე არ იქნება მთელი რიცხვი -17 გაყოფილი 3-ზე. გადავიდეთ თვლის ათობით სისტემაზე. თვლის ათობით სისტემაში ნატურალური რიცხვის ჩასაწერად ვიყენებთ 10 ციფრს. ეს არის 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. თვლის ათობით სისტემას ამავდროულად ეწოდება პოზიციური სისტემა, რადგან მნიშვნელობა აქვს ნატურალურ რიცხვში არა მხოლოდ ციფრს, არამედ რიცხვის პოზიციას, ანუ თანრიგს. მაგალითისთვის, რიცხვი 18 და 91 ნამდვილად არ არის ერთი და იგივე, რადგან 18 შედგება 8 ერთეულისა და 1 ათეულის ჯამისაგან, ხოლო 91 შედგება 1 ერთეულის და 8 ათეულის ჯამისაგან. ანალოგიურად შეგვიძლია წარმოვადგინოთ და დავშალოთ სამნიშნა, ოთხნიშნა რიცხვები. მაგალითად დავწეროთ 526, რაც უდრის მარჯვნიდან ვიწყებთ. მარჯვნიდან პირველი ციფრი არის ერთეული, მეორე ციფრი არის ათეული, ასეული, ათასეული და ასე შემდეგ. ეს იქნება 6 დამატებული 3 ათეული, ანუ 3 გამრავლებული 10-ზე და დამატებული 5 ასეული, ანუ 5 გამრავლებული 100-ზე. რაც იქნება 6 დამატებული 30 დამატებული 500. ზოგადად ციფრის ჩასაწერად საკმარისია 100, მაგალითად AB. ჩავწეროთ მოდით ორნიშნა რიცხვი AB. ზემოთ აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ხაზი და დავუშვათ, რომ A არ უნდა უდრიდეს, რა თქმა უნდა, 0-ს. AB-ს ჩაწერა შეგვიძლია შემდეგი სახით B-ს დამატებული 10A. სამნიშნა ნატურალური რიცხვი დავწეროთ ABC, სადაც იქნება მარჯვნიდან პირველი 100, ეს არის C-ს, დამატებული 10B, დამატებული 100A. ანალოგიურად შეგვიძლია ჩავწეროთ ოთხნიშნა რიცხვი ABCD და თავზე გავუკეთოთ აუცილებლად ხაზი, რადგან ჩანაწერი ABCD მხოლოდ ჩვენ ვიცით, რომ ნიშნავს A-ს, B-ს, C-სა და D-ს ნამრავლს. აქაც ანალოგიურად უნდა გავაკეთოთ დაშვებები, რომ A არ უნდა უდრიდეს 0-ს, A არ უნდა უდრიდეს 0-ს და ანალოგიურად A არ უნდა უდრიდეს 0-ს. გადავიდეთ გაყოფადობის ნიშნებზე. იმისათვის, რომ ესა თუ ის რიცხვი გავიგოთ იყოფა თუ არა 2-ზე, 3-ზე, 4-ზე, 5-ზე და ასე შემდეგ, არ არის აუცილებელი, რომ მთლიანად შევასრულოთ გაყოფა. აუცილებელია მოიცოდეთ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისება. მაგალითად, 2-ზე იყოფა ისეთი რიცხვები, რომელიც ბოლოვდება 0-ით, 2-ით, 4-ით, 6-ით და 8-ით. მაგალითად, 2-ზე გაიყოფა 24 6-ას, 78 18 და ასე შემდეგ, რადგან ბოლოვდება 4-ით, 8-ით და 8-ით. რაც შეეხება 3-ზე გაყოფადობის ნიშანს, 3-ზე იყოფა ის რიცხვები, რომლის ციფრთა ჯამიც იყოფა 3-ზე. მაგალითად, დავიღოთ რიცხვი 504. ციფრთა ჯამი როგორც ხედავთ, 5 + 0 + 4, ეს არის 9. 9 ვიცით, რომ იყოფა 3-ზე, აქედან გამომდინარე რიცხვი 504-ც გაიყოფა აუცილებლად 3-ზე. რაც შეეხება 4-ზე გაყოფას, თუ გვაქვს მინიმუმ 3-ნიშნა რიცხვი და ბოლო 2 ციფრი იყოფა 4-ზე, მაშინ ეს რიცხვიც გაიყოფა 4-ზე. მაგალითად, დავიღოთ 624. 24 ვიცით, რომ იყოფა 4-ზე, აქედან გამომდინარე 624-ც გაიყოფა 4-ზე. 5-ზე გაყოფა ძალიან მარტივია, რადგან რიცხვი, რომელიც ბოლოვდება 5-ით ან 0-ით, აუცილებლად გაიყოფა 5-ზე. მაგალითად, 125, 100 და ასე შემდეგ. რაც შეეხება 9-ზე გაყოფას, აქაც ციფრთა ჯამი უნდა იყოფოდეს 9-ზე. ავიღოთ მაგალითად რიცხვი 108. 108 ციფრთა ჯამი ვხედავთ, რომ არის 9, 9 იყოფა 9-ზე, აქედან გამომდინარე
108-ს უნაშთოდ გაიყოფა 9-ზე. დავამატებ ერთ მნიშვნელოვან თვისებას, რომ რიცხვი, რომელიც იყოფა 9-ზე, აუცილებლად გაიყოფა 3-ზე, მაგრამ რიცხვი, რომელიც იყოფა 3-ზე, შეიძლება არ გაიყოს 9-ზე. რაც შეეხება 10-ზე გაყოფას, ეს ძალიან მარტივია, რადგან რიცხვი თუ ბოლოვდება 0-ით, ის იყოფა 10-ზე. მაგალითად 120, 2550, 1000 და ასე შემდეგ. კიდევ ერთ დავამატებთ 11-ზე გაყოფის თვისებას. თუ 11-ზე ვყოფთ და ვხედავთ ლუწ ადგილას მდგომი რიცხვების ჯამი უდრის კენტ ადგილას მდგომ რიცხვების ჯამს, ამ შემთხვევაში ეს რიცხვი აუცილებლად გაიყოფა 11-ზე. ავიღოთ მაგალითად 2520. როგორც ხედავთ, 2-სა და 3-ის ჯამი, ანუ კენტ ადგილას მდგომი რიცხვების ჯამი გვაქვს 5, ასევე ლუწ ადგილას მდგომი რიცხვების ჯამი 5-ის და 0-ის ჯამიც არის 5. აქედან გამომდინარე, რიცხვი 2530 უნაშთოდ გაიყოფა 11-ზე. უნაშთოდ გაიყოფა 11-ზე. ამ ლექციისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.